თბილისის სტუმართ მასპინძლობის გლობალურ ფორუმს Hospitality Investment Forum 2026 მასპინძლობს საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმა მოიცავს კავკასიის, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ხმელთაშუა აზიის რეგიონს. ღონისძიება ფოკუსირებულია ახალი სასტუმრო პროექტების განვითარებაზე, კურორტების და მრავალფუნქციური უძრავი ქონების მიმართულებებზე და სტრატეგიულ ინვესტიციების მოზიდვასა და მდგრადი სტანდარტების დანერგვაზე. ღონისძიება აერთიანებს საერთაშორისო ინვესტორებს, ასევე დეველოპერებს და გლობალური სასტუმრო ბრენდების წარმომადგენლებს. როგორია სტუმართ მასპინძლობის სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობა საქართველოში და რა შეფასებები კეთდება ღონისძიების ფარგლებში? ანუკა ჯოხაძე გვერდება ფორუმიდან დეტალებით. ანუკა, მოგესალმები და გისმენთ. დიახნუცა თბილისში სტუმარ მასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი, როგორც ჩვენ ახსენე, ამ წუთებშიც მიმდინარეობს, როგორც ცნობილია ადგილზე სხვადასხვა პანელური დისკუსიების ფარგლებში საერთაშორისო სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები საუბრობენ საქართველოს სტუმარ მასპინძლობის ინდუსტრიის საინვესტიციო პოტენციალზე და იმ გამოწვევებზე, რაც ამ კუთხით არსებობს. მათი თქმით, ეს მიმართულება მზარდია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბრენდული სასტუმროების ქსელის განვითარებასთან ერთად მოხდეს ინფრასტრუქტურის განვითარებაც, რომელიც მსგავსი ტიპის სასტუმროებისთვის გადამწყვეტია. ამასთან მათივე განმარტებით გამოწვევად რჩება ქვეყნის დაკავშირებადობის საკითხი, აუცილებელია უფრო მეტი პირდაპირ ფრენის დამატება იმ ქვეყნებიდან, რომელზეც დღეს ქვეყნის მხრიდან აქცენტი კეთდება. ამასთან ერთად მათივე შეფასებით დღეს ბრენდული სასტუმროები ძირითადად თბილისსა და ბათუმშია თავმოყრილი, თუმცა უნდა მოხდეს ამ ქსელის სხვადასხვა რეგიონებში გაშლა, სადაც რეალური პოტენციალი არსებობს. შესაბამისად, სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ კუთხით მიზანმიმართული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი. ეპიცენტრი არის თბილისი, ბათუმი, ქუთაისი ხედავთ ვითარდება, კახეთიც შესაბამისად მოყვება და სხვადასხვა რეგიონები და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რაჭა არის ძალიან დასატვირთი ბრენდული სასტუმროებით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბრენდული ობიექტი არის სწორედ ლოკაციის და დესტინაციის განსაზღვრელი ფაქტორი, პოპულარობა შეზინოს და ინფრასტრუქტურა შევქმნათ სახელმწიფოში ამა თუ იმ რეგიონში, სადაც უკვე პირველი შემოვა ბრენდული სასტუმრო და ის იქნება წამყვანი მიზიდულობის წერტილის გამჩენი ამა თუ იმ რეგიონსა თუ რაიონში. რაც უფრო გავიშლებით რეგიონებში, ეს მით უფრო კარგი იქნება ეს დეცენტრალიზაცია. რა თქმა უნდა, დიდი პოტენციალი აქვს კახეთს და აქეთ დასავლეთ საქართველოს ეს არის უდიდესი რესურსები, რომელიც ასათვისებელია და ამას უნდა მოყვეს ასევე ის სწორი პოლიტიკა, რომ შემოვიდნენ ასევე ის შესაბამისი სეგმენტის ტურისტები, რომლებიც ასეთი ხარისხის სასტუმროებში უკვე კარგად დახარჯავენ. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა საქართველოში, რაც თავისთავად იწვევს უკვე ახალ ლოკაციებზე, მათ შორის ტურისტული ბიზნესის განვითარებას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ უფრო მზარდი იქნება და კიდევ უფრო მეტი ტურისტული ახალი ობიექტი შეიქმნება, ახალი ტურისტული ლოკაციები გაჩნდება ქვეყანაში. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობთ იმასთან მიმართებაში, რომ ინფრასტრუქტურა განვავითაროთ ზუსტად იმ მიმართულებებით, სადაც ტურიზმის ბიზნესის განვითარების მოთხოვნილება არსებობს. ქვეყანაში განთავსების ობიექტების რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია და როგორც არაერთ კვლევაში წაგვიკითხავს, ხშირად ამ მიმართულებით ჭარბი მიწოდება არსებული მოთხოვნით ვერ ბალანსდება. როგორც სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, დღეს ქვეყანაში დაბალმხარჯვეულნარიანი ტურისტი კი ჩამოდის, თუმცა მათი მხრიდან გულისხმობ აზიური ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს უფრო მეტად ინტერესი მაინც ბრენდულ სასტუმროებზე მოდის. ბრენდული სასტუმროები კი ბაზარს, როგორც ჩანს, დაბალ ფასებს თავაზობენ. ამ დაბალი ფასებით დაფალიფასების გათვალისწინებით კი არაბრენდულ სასტუმროებს ბრენდულებთან კონკურენციაში შესვლა მნიშვნელოვნად უჭირთ. სტუმარ მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ის, რომ თქვა ციფრების მიხედვით ტურისტების რაოდენობა შეიძლება იზრდება, მაგრამ ეს არ არის პირდაპირ პროპორციული შემოსავლების ზრდასთან. რაც შესაბამისად იწვევს იმას, რომ ანუ სასტუმროების საშუალო ნომრის ღირებულება დაიწია და ანუ თვითონ ის სტუმრის პროფილი ზოგადად რომ თქვა არის ძალიან შეცვლილი.
ბევრად დაბლბიუჯეტური სტუმრები ჩამოდიან, რაც აისახება ფაქტობრივად ყველა მიმართულებაზე, ჰოსპიტალიტის, თქვათ, რესტორნებში ნაკლები მოთხოვნა ქართულ ღვინოზე, ქართულ კერძებზე. კონკურენცია ძალიან ისეთი აბსოლუტურად აბსტრაქტული გახდა, იმიტომ რომ შედის გესტჰაუსი, შედის კონკურენციაში ბრენდულ სასტუმროსთანაც კი შედის 4 ვარსკვლავიანი, 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო, ლოკალური სასტუმროები უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ საერთაშორისო ბრენდის უკვე თავაზობს ჩვენ გამოცდილებას, ქართული, ლოკალური გამოცდილების შეთავაზება. მენიუს ნაწილშიც რო ავიღოთ სხვადასხვა მიმართულებით შესაბამისად, ლოკალურს, რადგან არ არის ესეთი სტრუქტურირებული, არ აქვს შესაბამისი ბიუჯეტი და არ არის უფრო სტაბილური ფინანსურ ნაწილშიც უწევს გაუმკლავდეს ამ ყველაფერს და ცოტა ძნელია. უახლოეს მომავალში ისორად მახსოვს 2028 წლამდე დაგეგმილია საშუალოდ 300-მდე ახალი ობიექტის გახსნა. აქედან 15-20 ობიექტი არის ბრენდული, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჯამში 18,000 ოთახი, ხოლო 40,000-მდე საწოლი არის პაიპლაინში დაგეგმილი, რაც ნამდვილად საამაყო და მისასალმებელია. წლიდან წლამდე მზარდია ტურისტული ვიზიტების რიცხვი, წლიდან წლამდე მზარდია ბრენდული სასტუმროების გახსნის რიცხვი, დასაქმებულთა რაოდენობის რიცხვი, შემოსავლის რიცხვი და ფასების ზრდაც გვაქვს საშუალოდ 10%. ფლობის საინვესტიციო ფორუმზე სხვადასხვა პანელური დისკუსიები მთელი დღის განმავლობაშია ჩანიშნული, როგორც მანამდე ვახსენებ, ფორუმზე წარმოდგენილები არიან საერთაშორისო სასტუმრო ბრენდების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი დეველოპერები და ინვესტორები. BMG რა თქმა უნდა ადგილზე რჩება და კიდევ არაერთ საინტერესო შეფასებას უკვე დღის ბოლოს გავგზავნებთ ჩვენს მაყურებელს. მადლობა ანუკა ჯოხაძე იყო, რომელიც საერთაშორისო ფორუმიდან საუბრობდა.